მესამე მსოფლიო ომში ვარ და ვერ ხვდებით. ზოგადად მსოფლიო ომს შემდგომ ეწოდება ხოლმე მსოფლიო ომი. პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო ყველას ეგონა რომ მალე დასრულდებოდა ძალიან, მაგრამ 4 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მე არ გონია რომ მსოფლიო ომში ვარ, თუმცა აშკარად ვართ ახალ ეტაპზე საერთაშორისო ურთიერთობების და გლობალური პოლიტიკის, რომელსაც ჯერ სახელი არ ქვიან, როგორც იყო მაგალითად ცივი ომის ეპოქა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ან ბერლინის კედლის დაცემამდე, ისე შემდგომ იყო 30 წელი რაღაც გაცილებით უფრო სტაბილური და გაცილებით უფრო მშვიდობიანი და ლაღი პერიოდი, 90-იანი წლები, 2000-იანი წლები, ალბათ პანდემიამდე, ასე ვიტყოდი, 2020 წლამდე. პანდემიამ ჩემს ძალიან იმოქმედა პოლიტიკურ სიტუაციას სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ ხალხი ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა აქამდე, ეგეთი არ მოხდარა, რომ მთელი სოფლიო სახში ჩაიკეტოს და ეს ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებს ადამიანებზე მასობრივ დონეზე, ეს ჯერ კიდე გამოსაყრები არის და ჩვენ არ ვიცით პოლიტიკაზე ამან და საერთაშორისო ურთიერთობებზე საბოლოო ჯამში რა გავლენები იქონია და ამაზე ალბათ აწლევლების განმავლობაში ვილაპარაკებთ. თუმცა უკრაინის ომით რაც დაიწყო, დღეს ეს აშკარად დაყალიბებს რაღაც ახალ წესრიგს, იმიტომ რომ ტემპერატურა რაღაცნაირად დაიწია მსოფლიოში, რომ ის გაყინული კონფლიქტები, ის პოტენციური კონფლიქტები, რომლის რაღაცნაირად შეფერხება, შეჩერება, ასე გაყინვა, ასე თუ ისე ხერხდებოდა, მათ ან იფეთქეს, ან დაიძაბა სიტუაცია და დიდი ალბათობა არის, რომ კიდე იფეთქოს. ანუ აქ არის ლაპარაკი არა რაღაც ერთ დიდ ომზე, არამედ ბევრ სხვადასხვა კონფლიქტზე ერთდროულად. ჩვენ ხედავთ ახლო აღმოსავლეთში რა ხდება, ჩვენ დავინახავთ ჩვენ რეგიონში რა ხდებოდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა აზერბაიჯანის და სომხეთის, ხედავთ რომ ჩინეთთან დაკავშირებით სხვადასხვა, ეგრეთ ტაივანთან მიმართებაში არის დაძაბულობა, ან ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ